ვარკეთილში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ავარიულ კორპუსებში უწევდათ ცხოვრება, კახაკალაძემ ახალი ბინები გადასცა. ძველი სამსართულიანი შენობის ახლით ჩანაცვლება ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით გახდა შესაძლებელი. ეს უკვე მეორე კორპუსია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა. თბილისის მერობის კანდიდატი სხვა ავარიული კორპუსების მცხოვრებლებსაც მოუწოდებს მერიას მიმართონ და პროგრამა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ. დედაქალაქის მასშტაბით ამ ეტაპზე 10,000-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავარიული შენობა და კორპუსია. ვარკეთილში კალოუბნის 18 ნომერში მცხოვრები 29 ოჯახიდან ირმა შურღაია ერთ-ერთია, ვისაც დღეს ახლად აშენებულ მრავალბინიან კორპუსში ბინა გადაეცა. ის წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ავარიულ კორპუსში ცხოვრობდა. შენობას ავარიულობის მეოთხე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და იქ ცხოვრება ადგილობრივებს საფრთხეს უქმნიდა. მათ დახმარების თხოვნით თბილისის მერიას მიმართეს. რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსართულიანი შენობა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მოხვდა და მის ადგილზე ახლა უკვე 10 სართულიანი თანამედროვე სტანდარტების სრულიად გარემონტებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კარგია, ვიცი, ლამაზად არის ყველაფერი. ემოციებს ვერ გადმოცემ. კორპუსი სამსართულიანი იდგა, ძველი, რაღაც ადრინდელი რაღაც პოლიკლინიკა იყო. ავარიული იყო. გამგეობას მივმართეთ პირველ რიგში, მე მერიას მივმართეთ და აი დღეს ესა გვაქვს. მთელი თბილისის მასშტაბით 10,000-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავარიული შენობა და კორპუსია. წინასწარი გათვლებით თითო კორპუსის ჩანაცვლებას დაახლოებით 2 წელი სჭირდება. კორპუსის აშენებამდე კი ყველა ოჯახს ხირით თბილისის მერია უზრუნველყოფს. დღეს ახალი ბინის გასაღები მოქალაქეებს თბილისის მერმა გადასცა და ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. ამ ადამიანებს იმ ავარიული შენობის ნაცვლად დღეიდან ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ თანამედროვე ახალ საცხოვრებელ კორპუსში და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, მათ გადაეცემათ უკვე გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები. კიდევ ერთხელ მინდა მივმართლო იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას. მეგობრებო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ჩვენთან თანამშრომლობით, გამგეობასთან თანამშრომლობით გექნებათ იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ აი ეს შენობა, ნაგებობა, რომელიც არის ავარიული, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მოხდეს მისი ჩანაცვლება ახალი საცხოვრებელი კორპუსებით. ვარკეთილში კალოუბნის 18 ნომერში არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი 2023 წელს დაიწყო და ახლა მის ადგილზე უკვე მრავალბინიანი კორპუსი დგას. ეს კორპუსი უკვე მეორეა, რომელიც ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენდა. 4 მისამართი გვაქვს ამ ეტაპზე, რომელზეც ვახორციელებთ ჩანაცვლების პროგრამას და მომართვიანობა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით საკმაოდ აქტუალურია. მოსახლეობა გაგებით ეკიდება უკვე აღნიშნულ საკითხიდან გამომდინარე, რომ გვაქვს უკვე არაერთი მაგალითი იმისა, რომ დავიწყეთ ეს ჩანაცვლების პროგრამა და აქტიურად ვახორციელებთ. კალოუბნის 18 ნომერში ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ჟპს-BK კონტრაქშენმა შეასრულა. საერთო ღირებულებამ კი 7,800,000 ლარი შეადგინა.